საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა სამელიორაციო სექტორში მიმდინარე ცვლილებები კახეთის სახელმწიფო რწმუნებულს და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებს გააცნო. შეხვედრაზე განიხილეს სემეკის მიერ დადგენილი საირიგაციო წყლის მომსახურების ახალი ტარიფები და სახელმწიფო სუბსიდირების ის სქემა, რომელიც 2026 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება. აღნიშნულ შეხვედრაზე ჩვენ გავაცანეთ იმ ტარიფის მიმდინარეობა და იმ ტარიფის სტატუსი, რომელიც ამოქმედება 2026 წლის 1 აპრილიდან. მოუწოდეთ მოსახლეობას, რომ ჩაერთნეს სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამაში და გააფორმოს საქართველოს მელიორაციას და წყალსამეურნეო განრიგები, რათა დროულად მიიღონ საირიგაციო წყალი. კახეთი არის აგრარული რეგიონი და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღნიშნული სერვისი. შესაბამისად, დღევანდელი შეხვედრა სანამ დაიწყება რწყვის პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სწორედ ამ დროს ჩატარება აღნიშნული შეხვედრის მოვისმინეთ დაგეგმილი პროექტები, რომლებიც განხორციელდება მოკლევადაში, ასევე გრძელვადიანი პროექტები, აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზები და ხედვები.